თქვენ უყურებთ ერთ 9 საათზე თბილისის მერიის მოსალოდნელი გადაწყვეტილების გამო დღეს აუტისტი ბავშვების დედები ქუჩაში გამოვიდნენ. დავით ნარმანიას ხელმოწერილი პროგრამით 600 ბავშვს უფასო თერაპიის საათები უმცირდება. მერია თავის გადაწყვეტილებას პროგრამაში შემავალი ბავშვების რაოდენობის გაზრდის სურვილით ხსნის, სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ თერაპიის შემცირებულ მოცულობას მინიმალური ეფექტიც აღარ ექნება. Დავით, ერთი დიდი გემი ხო არ ავაშენეთ საერთოდ და ეს ბავშვები ჩავსვათ და მათთან ერთად ან ზღვაში შევწროთ და ან კოსმოსში გავფრინდეთ. გვითხრა რა გავაკეთოთ და გავაკეთებთ იმას. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ შემთხვევით გაიგეს, რომ დედაქალაქის მთავრობა აუტისტი ბავშვებისთვის სპეციალური თერაპიის კურსს ამცირებს. ამ დრომდე ოჯახები სახელმწიფოსგან მკურნალობის 20 საათს უფასოდ იღებდნენ. ახალი ინიციატივით კი უფასო საათების დრო 15-მდე მცირდება. მიზეზი ბიუჯეტის სიმცირეა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ეფექტური. 20 საათი არ არის ეფექტური, იმიტომ რომ დანარჩენს უკვე ჩვენ ვიღდით მშობლები, ჩვენ ვამატებთ და ეხლა კიდე რომ 5 საათს მოაკლებ, გამოდის რომ მაშინ აზრი არ აქვს, იცით? ეს 15 საათი არის ზღვაში წვეთი. სამკურნალო საათების შემცირების პროექტი თბილისის მერიას უკვე მზად აქვს. დასამტკიცებლად რამდენიმე დღეში საკრებულოს უნდა გადაეგზავნოს. აუტისტი ბავშვების მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია მერიის წინ გამართეს და დავით ნარმანიას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდეს. მშობლები ფიქრობენ, რომ მერიის ახალი გადაწყვეტილება ბიუჯეტის თანხების არაეფექტურ ხარჯვას გამოიწვევს. ვიღაცამ უნდა დააფინანსოს ეს ბავშვები, მაგრამ არა ჩემი შვილის და ვიღაცის შვილის ხარჯზე. უნდა მოხდეს თანხების მოძიება და სასწრაფო დაფინანსება. ეს თანხა იქნება ნაგავში გადაყრილი, იმიტომ რომ 15 საათი ბავშვებისთვის არ იქნება სწორი რეაბილიტაცია. თუ ეს ცვლილება ნამდვილად საკრებულომ გაითვალისწინა, ეს ნიშნავს ბავშვის უფლებას მიიღოს ჯანდაცვის და სამედიცინო სარეაბილიტაციო და აბილიტაციის სერვისებით ცალკე უფლება ამ უფლების გაუარესებას. აქციის მონაწილე მშობლები დღეს მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს. სოციალური სამსახურის უფროსმა და თბილისის მერის მოადგილემ მშობლებს განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება ბენეფიციერების რაოდენობის გაზრდის გამო მიიღეს. 20 საათის დაფინანსებისთვის კი თბილისის ბიუჯეტში საკმარისი თანხები აღარ აღმოჩნდა. განცხადება ამ თემაზე დღეს თბილისის მერმა გააკეთა. მოვამზადეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კონტინგენტის გაზრდას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ასევე წელს ბიუჯეტში ვართ შეზღუდული გარკვეული კორექტირებები საათებთან დაკავშირებით იქნება. მერიის ინიციატივა საბოლოოდ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ჯერ გადაგზავნილი არ არის, ოპოზიცია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის დაფინანსების შემცირებას მხარს არ დაუჭერს. საკრებულოს თავმჯდომარე კი პროგრამაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. უკვე ყველა დიდ ქალაქში არის აუტისტური პროგრამის პროექტები და აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება შეტანილი. ჩვენ ველოდებით რა სახით შემოვა ეს პროექტი, თუმცა მშობლებისგან გვაქვს დღესდღეობით ეს ინფორმაცია. რასაკვირველია, ჩვენ ამ მავნებელ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერთ, იმიტომ რომ ყველა პროგრამა, განსაკუთრებით ჯანდაცვის პროგრამები უნდა მიმართული იყოს ადამიანის რეაბილიტაციაზე და არა მათი ნერვების დაგლეჯვაზე. თბილისში რეგისტრირებული 7-დან 15 წლამდე აუტისტი ბავშვებისთვის დედაქალაქის მთავრობა წელიწადში 2,5 მილიონ ლარს ხარჯავს. ამ დრომდე დაფინანსებას მხოლოდ 600 ბავშვი იღებდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თერაპიის შემცირებული დრო მინიმალურ ეფექტსაც ვეღარ გამოიღებს. კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ქულების დათვლის სისტემის გაუმართავობა სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი ხდება. ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახს ეს დახმარება ელექტროენერგიის 25